ემოციურად მოუმწიფებელი მშობლები სერიოზულ ზიანს აყენებენ თავიანთ შვილებს. ბიოლოგიურად არიან ზრდასრულები, მაგრამ შინაგანად ფუნქციონირებენ ემოციურად, როგორც ბავშვები. ემოციური ღრმა კავშირი თუ არ დგება ადამიანებს შორის, ესეთი ადამიანები რომ გაიზრდება, აუცილებლად ექნება ბევრი პრობლემა. გონია რომ ესეთი ვარ, მე ესეთი ხასიათი მაქვს, მაგრამ რეალურად ესეთი კი არ ვარ, ესეთი როლი მაქვს მორგებული. როლები ადამიანს ანადგურებს. არის ადამიანი, ვისაც ყველაფერი დაბრალდება და ამის ფონზე მათი ხარვეზები გადაფარულია. მისი სტრატეგია თუ ჩუმად ვიქნები ჩემთვის, უფრო გადავრჩები. ადვილად გასაზრდელი იყო, უპრობლემო იყო. საერთოდ უპრობლემო თუ იყო, პრობლემებს შექმნის. თანადამოკიდებული ნიშნავს ადამიანს, რომელიც ცხოვრობს სხვა ადამიანის ცხოვრებით. ესეთი ადამიანებს უჭირთ ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბება. ეს როლები და ეს დისფუნქცია არის გადამდები. ყველანაირად არამომგებიანიცა და არასწორიც ამ მშობლები ადანაშაულო. როცა ადამიანი იწყებს ცვლილებას, სისტემა ეწინააღმდეგება აუცილებლად. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Nini Talks podcast. დღეს ვფიქრობ, რომ ვისაუბრებთ ყველასათვის საინტერესო თემაზე, ოჯახზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ერთ დიდ სიყვარულთან და მზრუნველობასთან. თუმცა დაფიქრებულ ხართ თუ არა ოდესმე, რომ ოჯახი ხშირ შემთხვევაში სრულად გაუცნობიერებლად გარკვეულ ფსიქოლოგიურ როლებს გვთავაზობს და გვარგებს, რითიც შემდეგ მთელი ცხოვრება გვიწევს თამაში. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩემს სტუმართან ერთად, მანამდე კი გეტყვით, რომ Nini Talks podcast-ის გენერალური მხარდამჭერი გახლავთ ALTE უნივერსიტეტი. რაც შეეხება დღევანდელი ეპიზოდის სტუმარს, ეს გახლავთ ნუგზარ ძიძიგური, პიროვნული განვითარებისა და დამოკიდებულებების სპეციალისტი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ, რომ დაგვითმეთ დრო და გვეწვიეთ, იმიტომ რომ ალბათ Nini Talks podcast-ის არსებობის პირველივე დღიდან ძალიან მინდა რომ მოგიწვიოთ. მე თვითონ ვარ თქვენი პოდკასტების, ლექციების და ზოგადად თქვენი შეხედულებების დიდი თანამოზიარე და ეგრეთ წოდებული ფანი. შესაბამისად, მინდა რომ დღევანდელი საუბარით ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყოს ჩვენი მაყურებლისთვის თუ მსმენელისათვის. მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კი ბატონო, პირველ რიგში მოდი დავიწყოთ ცოტა ზოგადი საუბრით, ვისაუბროთ ოჯახზე. ვფიქრობ, რომ ყველა კულტურაში და ყველა ერში ოჯახი განსაკუთრებული ფენომენი არის ყველა ადამიანისთვის, მაგრამ ქართულ კულტურაში ეს უფრო გამძაფრებულად არის, ზედმეტი მზრუნველობით, სიყვარულით და ზოგჯერ თავგანწირვითაც კი. და ზოგადად ვისაუბროთ, რა დანიშნულება აქვს ოჯახს ადამიანის ცხოვრებაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ხო, ასევე მე ვისაუბრებ და ნებისმიერ შემაწყვეტინეთ საუბარი, დამესვით კითხვა. კი ბატონო. როგორც თქვი, წინა პოდკასტები და რაც გაინტერესებდათ, ყველაფერი შეგვიძლია ერთიანად განვიხილოთ. იმიტომ რომ ეს თემა არის ძალიან დიდია და ამას აქვს სხვადასხვა მხარე და გააჩნია რომელი მხრიდან, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ მოვაცლებთ. ხადია ხო. მე საერთოდ ამ პიროვნული განვითარების კურსზე დამიგროვდა ბევრი პრაქტიკა და საერთოდ ესე გამოდის, რომ მუშაობ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ბავშვობაში დიდი ზიანი მიიღეს. ბავშვობაში აიკიდეს ეს დესტრუქციული როლები და ბიოლოგიურად არიან ზრდასრულები, მაგრამ შინაგანად ფუნქციონირებენ ემოციურად, როგორც ბავშვები. ნახე, არის გარკვეული შაბლონი, ეგრეთ წოდებული აზროვნების, ქცევების, სურვილების, რომელიც მათში გამყარებულია, რომელიც ბავშვობაში მიიღეს, რომელიც თავის დროზე მას გადარჩენისთვის სჭირდებოდათ, მაგრამ ზრდასრულ ცხოვრებაში ხელს უშლით. ეს არის ავტომატურად გამჯდარი, მაგრამ ვერაფერს ვერ უშვებიან. ეხლა მათ ხელს უშლით, ვერ ცვლიან, ბევრი მცდელობები აქვთ, განათლებას იღებენ, თითქოს აქვთ ძალისხმევები. პოდკასტებსაც უყურებენ, ფსიქოლოგიურ წიგნებს ეცნობიან, მაგრამ ამბობენ, რომ რაღაცას ვერ ცვლიო. და პიროვნული განვითარების კურსზე ესეთ ადამიანებთან მაქვს ესე იგი საქმე და ძალიან საინტერესოა თუ როგორ იწყება ეგ ისტორია. მთელი ეგ ისტორიები, ერთ-ერთი ვთქვათ, მოდის ეს ნეგატიური როლები და დისფუნქცია ამ ოჯახებში ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, მთავარი და განმაპირობებელია. ანუ ბავშვი რა ვითარებაში იზრდება. ხო? არის გენეტიკური ფაქტორი, არის ისტორიულ-კულტურული ფაქტორები და ასე შემდეგ ბევრი. მაგრამ ოჯახი, გარემო, რომელშიც იმყოფება ადამიანი, ის აძლევს ძირითად პროგრამებს.
რომლითაც ის შემდეგ ქვეცნობიერად ხელმძღვანელობს და ან ხელს უშლის ამ პირიქით ეხმარება. ანუ აქ იწერება სიღრმისეული პროგრამები გადარჩიან მოკვდი. და ხშირად დისფუნქციას რო ვამბობთ, აი ბრჭყალებში ქვეცნობიერში ზის თითქოს აი მოკვდი არ იცხოვრო, არ ხარ სიყვარულის და მოფერების ღირსი. რაღაცა უკვე უდებენ კოდს. ხო, ანუ ესეთი აღქმა და ესეთი ფესვი სიღრმისეული პროგრამა ქვია უნვითარდება ადამიანს. ბატონო ნუგზართ, ბოდიში გაწყვეტინებთ ჩვენი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის უფრო ასე ვთქვათ ნათელი რო იყოს. თქვენ ახსენეთ ტერმინი დისფუნქციური ოჯახი. მოდი ჯერ დისფუნქციური ოჯახი რო ჩავშალოთ, ანუ რითი განსხვავდება პირობითად ფუნქციური ოჯახისგან? რა ნიშან თვისებები აქვს პირობითად მოდი ესე ვთქვათ ემოციურად მომწიფებელი ოჯახი, ესე ვიტყვი. აქედან იწყება ისტორია. შეგვიძლია ასე ვთქვათ. თუ არ არის, რას ნიშნავს ემოციურად მომწიფებელი მშობლები სერიოზულ ზიანს აყენებენ თავიანთ შვილებს. ნახეთ, რას ნიშნავს ემოციურად მომწიფებელი მშობელი? ანუ ეს არის ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ღრმა ემოციური კავშირის დამყარება. ნახეთ, გარეგნულად გამოიყურება რომ ზრუნავენ, ხშირად ერევათ ერთმანეთში ესეთი რაღაცა, რომ გარეგანი ზრუნვა, როლური ზრუნვა და სიყვარული. გარეგანი ზრუნვა და ემოციური სიღრმისეული ემოციური კავშირი, ეს არის სხვადასხვა რაღაცა. ანუ გარეგნულად ადამიანი არის ჩაცმულ, დაღურულ, ეს რა ქვია, სახლი აქვს, სკოლაში დადის, არწივა, მაგრამ გვერდიდან უყურებენ თითქოს ყველაფერი კარგადაა ფასადურად გვერდიდან, მაგრამ შინაგანი ემოციური კავშირი არ არსებობს. ამ დროს ზრუნავენ უმთავრესად გარედან როგორ გამოიყურება. რა თქმა უნდა, ზრუნვა არის, მაგრამ არის ზრუნვა და ფასადური. როგორც ვამბობთ, ზრუნვას და ემოციურ კავშირს შორის დიდი განსხვავება და სწორედ ემოციური მომწიფებლობა. ემოციურად მომწიფებელი გარემოში, ანუ მშობლები, ძირში დებს ეგოცენტრული ბუნება. ეგოცენტრული ხასიათი, ემპათიის არ ქონა და ბავშვებს უყურებენ როგორც თავის ნახე, ისინი არ აღიქმება ბავშვები ცალკე პიროვნებებად. ანუ აღიქმება თითქოს ისინი არიან საკუთრება და მათი ანუ ბავშვები აღიქმებიან იმ ობიექტებად, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნილებები. ნახე, მათი ემოციები, მათი მოთხოვნილებები, მათი ფანტაზიები, მათი მოლოდინები და არა ცალკე ავტონომიური რაღაც ადამიანები, რომლებიც გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან ცალკე პიროვნებებად. აი, ამაში უშლიან ხელს ისე კონკრეტულად ფუნქციებზე ოჯახის რომ ვსაუბროთ, ეს კიდევ ცალკე თემაა საერთოდ. და მე მგონი ცალკე პოდკასტს ასაუბრებ და უფრო რომ მივცეთ მემართულება ამ ემოციურ მომწიფებლობას და ზიანებს უფრო გამოიკვეთება ბევრი რაღაცა. რადგან აი აქედან მოდის მთელი ისტორია მთავარი. ემოციური ღრმა კავშირი თუ არ დგება ადამიანებს შორის, ესეთი ადამიანები რომ გაიზრდება, აუცილებლად ექნება ბევრი პრობლემა და მათ აქვთ ბევრი პრობლემები. და სწორედ ასეთი ხალხი რო ვამბობ, მოდის ეს ადამიანები არიან სხვადასხვა განათლებებით, სხვადასხვა რთულია ალბათ ბავშვობაში რა გენეტი ასე კოდს ჩაგიდებენ, მე რაც არ უნდა პრაქტიკები და ცოდნა მიიღო, ალბათ ძალიან რთულია. შრომატევადი პროცესია. მე როგორც მივხვდი ახლა დისფუნქციური ოჯახი, ანუ სულ არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მუდმივი კონფლიქტი, ყვირილი, რაღაცა დავიდარება იყოს, ხო? რეალურად ჩვენს გარშემოთ ძალიან ბევრი ოჯახი შეიძლება იყოს დისფუნქციური. აი რო გონია, რომ აი რა კარგი ოჯახია, მაგრამ შემდეგ გაიგებ რაღაც ისტორიას, რაღაც ინფორმაციას მიიღებ, რომ აი ეს როგორ ანუ რაღაცნაირად თითქოს მიმალული არის ეს კონფლიქტი ჩახშობილი არის, თუმცა შიგნით ეს ემოციური მომწიფებლობა მშობლების თუ ბავშვების შემდგომში ქმნის ამ დისფუნქციას და რადგან დისფუნქციას უკვე შევეხეთ და როლებზეც რო ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა, კი არა და მთელი პოდკასტი რეალურად ამაზე გვაქვს, რომ აი როლებზე რო ვისაუბროთ, რა დანიშნულება აქვს ოჯახში სისტემური როლების ქონას, ანუ ეს აპრიორშივე ნეგატიური არის როლების ყოფნა და ქონა ოჯახში თუ მოკლედ ამ თემაზე რო ვისაუბროთ. კი, ვისაუბროთ ამ თემაზე, რომ ვთქვათ, ემოციურად მომწიფებელ დისფუნქციურ ოჯახებში ის როლები ბავშვები იღებენ ნეგატიურ როლებს, იქ დადებით და კარგ როლს ვერ მიიღებს. ნახე.
ნუ უმთავრესად თქვა რა როლებს იღებენ. ეგ როლები რისთვის ჭირდებათ. ერთი სიტყვით რომ არ დგება ღრმა ემოციური კავშირი, ადამიანი განიცდის შინაგან შიმშილს. ანუ შინაგან შიმშილს აქ ყალიბდება ემოციური ვაკუუმი, სულიერი სიცარიელე, ესე რომ თქვა, მარტოსულობის მტკივნეული შეგრძნება და ადამიანი ცდილობს გადარჩენას. ანუ ბავშვს ჭირდება გადარჩენა. ანუ იქ სიყვარულზე ზედმეტია საუბარი, ის უნდა გადარჩეს და სწორედ ეგ როლები ჭირდება გადარჩენისთვის. კი, ეს გადარჩენისთვისა. აი მაგალითად ვთქვათ, რამდენიმე განტევების ვაცი ეგრეთ წოდებული არის როლები, ეს რომ ხშირად მაშობიან ახსენებენ ან საუბრობენ თორე აქ როლები ისე ბევრია და მათი კომბინაციებით ესე მარტივადაც არ არის საქმე. მაგრამ ნუ აი მაგალითად განტევების ვაცი. ერთი ბავშვი ნეგატიურ დისფუნქციურ ოჯახში იღებს განტევების ვაცის როლს. ქვეცნობიერად, ანუ ეს არის ადამიანი, რომელზეც ყველა პრობლემები მას ბრალდება, ყველაფერი მას ბრალდება. იმიტომ კი არა პრობლემური ბავშვი ოჯახში. პრობლემური იმიტომ არა, ნახეთ, განტევების ვაცი არ ნიშნავს ყველაზე ცუდ ბავშვს ან ადამიანს. იმიტომ არა, რომ ის ცუდია ან რაღაცა. სინამდვილეში ამ როლს ერთით, ამას სხვადასხვა მხარე აგიღებს ის ბავშვი, რომელიც სისტემას არ ეთანხმება. ასე რომ თქვა. ოჯახურ სისტემას უპირისპირდება. ოჯახური სისტემები იგულისხმება. ანუ ოჯახში არ ზის სისტემაში. იმიტომ კი არ იღებს ამ როლს, რომ ყველაზე ცუდია. არამედ იმიტომ, რომ ის არის განსხვავებული, განსაკუთრებული, მას შეიძლება კონდეს სხვანაირი ემოციები, რაღაცებს არ ეთანხმება გარემოს, ერთგვარი მიამბოხია და ადვილად ამ როლებს იკიდებს. ანუ მისი ეგრეთ წოდებული ბრალი ბრჭყალებში დანაშაული ის კი არ არის რომ ცუდია, არამედ ის არის რომ ამ სისტემაში არ ზის. მას შეუძლია სტრეს რაღაცნაირად არღვევს, ხო? კი, ცდილობს თითქოს ცდილობს ამ იბრძვის გადარჩენისთვის. ამ დროს მან შეიძლება რაღაც სიმართლეს თქვას, ხო, გამოიტანოს, ანუ ოჯახს ურთულებს, საიდუმლო გამოაქვს კიდევ. შეიძლება მან თქვას, რომ აი ჩვენთან ოჯახში დაძაბულობა, მამა ბევრს სვამს. კიდევ რაღაცა, ანუ ოჯახის ესე ბრჭყალებში ცოდვებს ამბობს, ასევე. და რამე გააკეთა, არ გააკეთა, ყველაფერი მას ბრალდება და თვითონაც ამ ცევებით ირგებს ამ როლს. სხვათა შორის გამოჯამრთელების დროს ასეთი ადამიანები უფრო ცვლილებებისკენ არიან მიდრეკილი. კიდე რადგან ეძებენ, მათ უნდა სიყვარული, უნდა ცვლილება, უნდა რაღაც უბრალოდ თანახმა არ არიან იმათ თავიანთ ტკივილს, ესეთნაირად ნიღბავენ. ამ როლის უკან იმალებიან, ესე რეაგირებენ, რომ აი მე მაინც ისა ხო და ისინი სხვანაირები განსაკუთრებულები არიან და ერთი სიტყვით რაბტომ წარმოქმნა გარემო წარმოქმნის ამ როლს სისტემა და გარემო წარმოქმნის. გაჩნდა რომ წარმოქმნილიყო ოჯახში შავი ცხვარი. კი და იმიტომ რომ ერთით რით ეხმარება ოჯახს, ანუ ოჯახს ჭირდება, იმ ბავშვს კი არ ჭირდება, რომ არის ადამიანი, ვისაც ყველაფერი დაბრალდება და ამის ფონზე მათი ხარვეზები გადაფარულია. კი, სხვა პრობლემები არის მიჭკმალული, გადამალული და ასე წლებით ესე ცხოვრობენ და ძალიან ბევრი პრობლემები გროვდება არის, მაგრამ იმის ფონზე, რომ არის აგერა ყველაზე პრობლემური ადამიანი, ეს არ ჩანს თითქოს. და შემდეგ თუნდაც აი გმირი ბავშვი, ეს როგორ არის, იცი? განტევების ვაცი და გმირი არის ერთი მონეტის ორი მხარე. დაახლოებით შეგვიძლია ესე ვთქვა. აი ორი ბავშვი ერთ ოჯახში. ხო, აი აბალანსებენ თითქოს. განტევების ვაცი არის, ვისაც ყველაფერი ამის ბრალია, ხო? და წონასწორობა გმირმა ბავშვმა და ოჯახის ბალანსი და წონასწორობა დაიცვეს. ამიტომ გამწონასწორებლად შემოდის გმირი. გმირი რომ გადარჩეს ფიქრობს, ანუ თავის თავზე იღებს ასევე გადარჩენას ოჯახის. ეს ქვეცნობიერია ყველაფერი. ანუ კარგად სწავლობს, ყოფაქცევა კარგი აქვს, რა ვიცი, მედლებს იღებს, კარგი სამსახური, ამართლებს, მოლოდინებს და აი მიღწევებში, სულ რაღაცას უნდა მიღწევებზე ორიენტირებული ასევე. სტანდარტული ფრიადოსანი ბავშვი მოკლედ. ფრიადოსანი, მუდმივად მშობლების ოცნებების და მოლოდინების რაღაც განხორციელება. კი, ათოსნის სინდრომით, ესე რომ ვთქვათ, ასეთი კარგი მენეჯერები გამოდიან, მმართველები შეიძლება გამოვიდნენ კარგი. მაგაზეც ვისაუბროთ, მე ზრდასრულ
ზრდასრულობაში როგორ მოყვება ეს როლი. ხო და აი ეგაა ზრდასრულობა რომ მივაბათ, იმიტომ რომ საბოლოოდ ჩემთან ზრდასრულები მოდიან რომ თქვი. და ეს როლები და ეს დისფუნქცია არის გადამდები. ეს გადადის თაობიდან თაობაზე. თაობიდან თაობაზე და იმეორებენ მსგავს სცენარებს. ამიტომ ეგ ჯაჭვი უნდა შეწყდეს. ეგრეთ წოდებული. იმიტომ რომ მე მშობელი მე თვითონაც მივხვდება არ უნდა ეგ, მაგრამ იმავე მოცემულობაში ხდება. და უკვირთ რომ აი მე ესე არ ვიქნები, მე ესე დისფუნქციურ ოჯახში გავიზარდი, ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება ის და მივხვდა რომ ისე იმ დისფუნქციაშია და დაემგვანა ან დედამის ან მამამის და ხშირად არის კიდევ მოჭადოებული წლის გარღვევა. ხშირად არის ამბობენ აი დედაჩემივით არ ვიქნები. ხშირად არის დედებზე კიდევ წყენები რაღაცები და აი დედაჩემივით არ ვიქნები ზუსტად ვიცი და სადღაც 40 წლამდე რომ მივიდა ადამიანი მივხვდა რომ სრულიად დედამისია ესე რომ თქვა. ანუ რაც არ უნდა თავის აზრის, რასაც ებრძოდა და სხვანაირად უნდა რომ ყოფილიყო. უბრალოდ იწერება კონტრპროგრამა, ნახე ადამიანს ხომ ეწერება იმისი პროგრამა, რომელმაც უნდა გაანადგუროს. ადამიანი რომ გადარჩეს, ესეთი ქვეცნობიერად წერს კონტრპროგრამას. კონტრპროგრამა არის აქედან გამოვიდეს, ისწავლოს, გაიგოს და იბრძოლოს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ საბოლოო ჯამში კონტრპროგრამა უფრო ძლიერია ვიდრე პროგრამა, აი რაში არის საქმე. ამიტომ უკვირთ მე ხომ ბევრი წავიკითხე, ბევრ რაღაცებს გავაცნობიერე, ანუ დავდივარ კურსებზე და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც თითქოს წრეში ხდება. რატომ ხდება ეგ? ამაზე პასუხი ერთ-ერთი არის არასაკმარისი მუშაობა. აქედან შეიძლება გამოსვლა, მაგრამ არის ძალიან რთული. ნახე ეს არ ხდება ისე, რომ ადამიანმა უბრალოდ ინფორმაცია მიიღო, თქვა, გავიგე ყველაფერი გასაგებია, წავალ და შევცვლი. ესეც ხდება. მოსულან ჩემთან, რამდენიმე გაკვეთილში, ესე რომ თქვა, სესიაში, ხელი ჩამომართვან, დიდი მადლობა, ყველაფერი გასაგებია. წავედი. თუმცა მოცემულობას ვერ ცვლის. ვერ შეცვლის. ერთია გაცნობიერება, მაგრამ რაღაც ნაბიჯების გადადგმა მგონია, რომ ეგ სხვა არის. სხვა დონეა. შეგეწინააღმდეგება ნახე, თანაც რეალობას არის ბევრი მხარე. ადამიანმა თითქოს რაღაც გაიგო, მაგრამ ის სრულ სურათს ადვილად ვერ დაინახებს. საერთოდ რეალობებს ბევრი მხარე აქვს და უნდა გაეცნოს. იმიტომ რომ თითქოს ერთს ხვეწავს, ну ასე მეტაფორულად რომ თქვა, მეტაფორულად, ეს მეტაფორა ეშმაკი აკონტროლებს. რაღაც ნეგატიური დამანგრეველი ძალა, რომელსაც მისი მოკლა უნდა. ხო, ესე დავარქვათ. ეგ ძალა უფრო ძლიერია ვიდრე თვითონ ადამიანი. ნახე, ის ოჯახი, სადაც ბავშვმა არ მიიღო საკმარისი სიყვარული და მოფერება, ასეთი განიცდის შინაგან სულიერ სიცარიელეს, ტკივილს და მუდმივი წყურვილის შეგრძნება აქვს. ის არის დაპანიკებულ მდგომარეობაში. ასეთი ადამიანი არის დახლეჩილი. ანუ დახლეჩილია, ეს არ არის მთლიანი პიროვნება, ხო? პიროვნება ვერ ყალიბდება. აი როლები რისთვის არის ცოდი. თუ ადამიანი როლშია, როლი ცხოვრობს. ანუ შეიძლება ადამიანმა მოიხმაროს როლი და შეიძლება როლმა მოიხმაროს ადამიანი. აქ არის შემთხვევა, როცა როლი ხმარობს ადამიანს. მთლიანად შენებთებულია როლთან და ამის უკან ნამდვილი მე არის თვითონ სად არის. ანუ როცა ამბობენ რომ მე ესეთი ხო, მე ეს ვარ. მე ესეთი არ ვარ, უბრალოდ ეს როლი მომცეს. აი გმირზე და აი შავ ცხვარზე სადაც საუბრობთ, ძალიან საინტერესოა, როდესაც ოჯახში არის ორი ბავშვი მაგალითად, ხო? ერთი არის უკვე რაღაცა გმირი, ოქროს ბავშვი, რასაც ვეძახით. თუ არ შესაძლებელი რომ მეორე ბავშვი როცა გაჩნდება, ისიც ესა ოქროს ცოტა სხვაა კიდე, მსგავსია, მაგრამ სხვა. აი ეგეც გმირი გაჩნდეს, თუ რაც თავისუფალია ის ადგილი შავი ცხვრის. აი, ეს საინტერესო კითხვა. დისფუნქციურ ოჯახებში ბავშვები ერთმანეთს არ გვანან. ანუ სხვადასხვა როლები აქვთ. არის უმთავრეს შეგვიძლია უცებ რამდენიმე როლი ვთქვათ, უმთავრეს და იქ კიდევ არის სხვებიც. მაგრამ აქ რა არის, იცი, ხშირად არის ერთი როლი დაკავებულია. ხო და კი, ეგ როლი დაკავებულია და სხვა როლია იყო. მე გმირი ვერ ვიქნები და მოდი. ხო, დაკავებულია და всё, ისა, მეტი. მერე შეგვიძლია ვთქვათ, აი გმირზე ვთქვით, ხო, აი გმირი რომ გაიზრდება. მართველია, ასე თავის ბიზნესებიც აქვს და შეიძლება ეს რაღაც თითქოს წარმატებებს აღწევს და ასე შემდეგ. მაგრამ შინაგანად მიდრეკილია გადაწვისაკენ, შინაგანად ის შფოთავს. პერფექციონისტია, ის შფოთავს. გარეგნულად შეიძლება არ ჩანს,
მასში ცხოვრობს კრიტიკოსი, რომელიც მას ჭამს. ნახე, მას არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება. ესე რომ თქვა, გარედან ესეთი არიან მოწესრიგებულები, თითქოს ყველაფერი გარედან არ ჩანს. ხშირად თუ ძალიან არ გაუჭირდა და ფსკერზე არ არის და თვითონ არ თქვა, ბოლომდე კბილებით იცავენ ამ პოზას, რომელშიც იმყოფებიან. მაგრამ შინაგანად ისინი შფოთავენ, განიცდიან, მიდრეკული არიან გამოწვისკენ, მათ უარის თქმაც უჭირს, დასვენებაც უჭირთ, მოდუნება უჭირთ, ხო? ადამიანი ხარ. შეცდომის, რა თქმა უნდა, პერფექციონიზმი და რატომ? იმიტომ რომ ქვეცნობიერად, ოღონდ ისინი აღიქვამენ თუ შეცდომა დაუშვეს, ან რაღაცას არ მიაღწიეს, ან ეს როლი თუ არ გაამართლა, ისინი არ იქნებიან მიღებული. ისინი იქნებიან მაშინ ყველა გაიგებს რომ ისინი ცუდები არიან და არავის არ ეყვარება. ნახე, სინამდვილეში არ ჯერათ უპირობო სიყვარულის არც აქვთ, არც ჯერათ. და ნახე, ეს არის დაბალი შინაგანი თვითშეფასება, არის ორნაირი თვითშეფასება. შინაგანი სულ დაბალია, გარეგანი არეული. ნახე, შინაგანი თვითშეფასება მათ ეუბნება, რომ ისინი არიან ცუდი. ქვეცნობიერად, მაგრამ ესე არ ფიქრო, ზოგი ამბობს შეიძლება, მაგრამ ქვეცნობიერში არის მე ცუდი ვარ და მე თუ აი იდეალურად ყველაფერი არ ვაკეთე, სხვები მიხვდებიან რომ მე ცუდი ვარ. ანუ ნახე, აქ მე კარგი ვარ არ არის. ამ როლით მთელი ცხოვრება ატარებენ ამ როლს და თანაც ნახე, ის კი არა რომ თუ რაღაცას გავაკეთე, კარგი ვიქნები, კარგი არასდროს არ ვიქნები. თუ კარგად მოვიქცევი, თუ ყველას იმედებს გავუმართლებ, ყველას დავეხმარები, ყველას გადავყვები თავზე, ასე რომ თქვა, ჩემს საზიანოდ თუნდაც, მაშინ სხვები ვერ მიხვდებიან რომ ცუდია. თუ არა, ისინი მიხვდებიან რომ მე ცუდი ვარ. არა და არა, ცუდი არ არის. ცუდი არავინ არ არის. ნახე, აქ საქმე იმაზე კი არა, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. ისე ცუდი ბავშვიც არ არსებობს. ნუ შეიძლება რაღაც გააკეთოთ ისა, ხო, მოიქცა რაღაც ქცევა, რაღაც თორე ისე სიარლიყები ცუდი. მაგრამ მათ ეს უყალიბდება შინაგანად ის ცუდია. და ეს მტკივნეული შეგრძნება და როლები არის ფარი. ან ისინი არიან, ესე რომ თქვა, ბრძოლაში, რასაც ქვია ცხოვრება, ყველა მტერი ერბლიბ და უნდა დაიცვას თავი. ეს იწყება ოჯახიდან. ოჯახიც მტერია თითქოს. არადა მეორე მხრივ, ოჯახი მართლა მტერი კი არა, მის რამე ცუდი კი არ უნდა მისმის. უბრალოდ მშობლები ესეთები არიან. ეს ემოციური მომწიფებლობა პირდაპირ ეგ სიტყვა ყველაზე ისე ზის კარგად. აი ფუნქციების რომ თქვა თუნდაც ემოციურ ფსიქოლოგიური ფუნქცია არის ერთ-ერთი უმთავრესი ოჯახში, რომ უნდა იყოს ემოციური სითბო, მხარდაჯანსაღში, ემოციური სითბო, მხარდაჭერა, ბავშვებს აქვს უფლება გამოხატონ ემოცია. იქ არ არის აკრძალული ემოცია. დისფუნქციურში როგორ არის ეს ფუნქცია დარღვეული? უგულებელთ ყოფილიცაა და არის გარკვეული ემოციები, რომელიც აკრძალულია. ემოციები არის ის ნებადართული, რომელსაც ზრდასრულები განიცდიან. ნახე, და ზრდასრულების ემოციებს ემსახურება ოჯახი. ნახეთ, ანუ სინამდვილეში ბავშვები უგულებელ ყოფილი არიან და მათი ემოციური თუ რაღაც ფიზიკური საჭიროებები და მოთხოვნილება. ქვეცნობიერად მათ იციან, რომ მათ უნდა აეწყონ. ანუ ამ მოცემულობას უნდა აეწყონ. და ამიტომ იქ შემოვიდა მამა ან დედა იქ ოჯახში და მის ხასიათზეა დამოკიდებული. კიდევ ხო? და ამიტომ შეიძლება იმ დროს ჩაეხუტონ, ან იმ დროს ეჭხუბენ, ვერ ხვდებიან, იმის ხასიათით ხდება მშობლის. ანუ რეალურად ამ დროს ბავშვი არის ემოციური კონტეინერი. ნახე, ემოციური მარეგულირებელის როლს ასრულებს. ანუ ბავშვი არის ერთ-ერთი ობიექტი, ცალკე ავტონომიური, ასე ცოცხალი არსება არ არის. არის რაღაც ობიექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ზრდასრულების ემოციური ფონის ბალანსი, დაბალანსება. წარმოიდგინე, ესეთი მდგომარეობა წარმოქმნის, რომ ვამბობთ, ეს არის ახლა კიდევ წყალი გჭირდება, რომ წყურვილი დავიკმაყოფილოთ ფიზიკურად, ხო? შინაგანად კიდევ არის აი ემოციური სასმელი. ჭა დავარქვათ. ეს ბავშვი დგას ცარიელ ჭასთან და ელოდება წყურვილის დაკმაყოფილებას და არის ხახამშრალი. ის ხახამშრალია და ის პანიკაში, აი აქედან მოდის როლები, სხვადასხვა კუთხიდან რომ ჩავშალოთ. და
ანუ ამისი გაცნობიერება არის მნიშვნელოვანი, რადგან ბევრი ამაზე არც ფიქრობს, ესე გაივლეს ცხოვრებას, ანუ გონია რომ ესეთი ვარ, მე ესეთი ხასიათი მაქვს, მაგრამ რეალურად ესეთი კი არ ვარ, ესეთი როლი მაქვს მორგებული. თორე რომ გამოვიდი ამ გმირის ან შავი რაღაცა ცხვრის როლიდან, შეიძლება სულ სხვა პიროვნება ვიყო, ხო? წეღა როგორც აღნიშნეთ. შავი ცხვრის ეგ ტერმინი საიდან მოვიდა, თუ იცი? და განტევების ვაცი. განტევების ვაცი, არ ვიცი ნამდვილად. თავრესად, კარგი არ გვინდა ისე არის ისე ძველახმაშიც ეს აღწერილი, რომ ებრაელებს ჰქონდათ ესეთი ისა ტრადიცია ყოველ წელს იკრიბებოდა თემი და ვაცი, ანუ ხო? იმაში კარავში იქ იყო ეგ ვაცი და სათითაოდ ჩადიოდნენ, ხელს ადებდნენ და თავიანთ ცოდვებს ამბობდნენ. ანუ ყველა ამ ვაცს კიდებდა და შემდეგ უდაბნოში აგდებდნენ. ანუ ყველა აკიდებდა თავის ცოდვებს და გააგდებდნენ უდაბნოში. რაღაც სიმბოლური რაღაცა. ოჯახშიც განტევების. ეგ რაღაც სიმბოლურად, ხო? ესეთი სიტყვა ტერმინი კიდევ შემოიღეს რაღაც ამ კუთხით რომ შევხედოთ, რომ გასაცნობიერებლად გააშავეს. ანუ ვაცი თეთრი იყო, აკიდეს თავის ცოდვები, გააშავეს და გააგდეს უდაბნოში. ვაცი აზი არაფერში არა ვაცი. და ეს განტევების ვაცის ოჯახში ამ ფუნქციას ითავსებს, ყველაზე პრობლემურია. კი, ბავშვი შემოვიდა ამ სამყაროში და რაღაც როლი აკიდეს. და ეს გადარჩენისთვის აკიდებული როლები. ნახე, საინტერესო რა არის, კარგი განტევების ვაცი აკიდეს როლი, შემდეგ გმირი გამოჩნდა, გმირმა უნდა დააბალანსოს ოჯახის ემოციური და საერთოდ სტაბილურობა და ამ დროს ესა შემოდის შემდეგი ბავშვი. თქვათ ეს მესამე ბავშვი, ამ ბავშვმა ეგ ჩემებურ აქვს უბრალოდ. ეს ბავშვი შემოვიდა, გამოიხედა და მიხვდა რომ მისი ემოციები აქ არავის აინტერესებს. ყველა თავისი პრობლემები და არის სერიოზული დესტრუქცია. მისი ემოციები, აზრები, ცხოვრება საერთოდ არავის აინტერესებს და იფიქრა რომ გადავრჩე, ჩუმად ვიქნებიო. და უხილავად გადაიქცა. აიკიდა უხილავის როლი. ანუ მისი სტრატეგია თუ ჩუმად ვიქნები ჩემთვის. უფრო გადავრჩე. მოლოდინებს ამხდებენ და არც რაღაცა პრობლემა. უფრო უსაფრთხოდ ვიქნები. უფრო უსაფრთხო და ესეთი ბავშვი, კიდევ არ თავისად შეიძლება თავის ოთახში არის, წიგნებს კითხულობს, თავის ფანტაზიებშია. მასწავლებლები ამბობენ არანაირ პრობლემას არ ქმნის, მშობლებიც ამბობენ. ხშირად ჩემთან მოდიან მშობლები, თუნდაც და რომ ეკითხები თქვენ შვილი როგორი იყო, შემდეგ მეჯაჭულობები და მოკიდებულები რაღაც პრობლემები და ამბობენ, ბავშვობაში როგორი იყო, ადვილად გასაზრდელი იყო, უპრობლემო იყო. საერთოდ უპრობლემო თუ იყო, პრობლემებს შექმნის. ბავშვი ცოტა უნდა იყოს ცოცხალი და ის ჰიპერაქტიურობაზე არ მიდის საუბარი, მაგრამ აქ არის რაღაც ის ხო ცხოვრებას ეცნობა, გაიცინა, ანუ ეგზალება, სიხარული აკრძალულია. ხშირად არის აკრძალვებზე, აქ არ დადგე, ეს არ გააკეთე, ნუ დაგორავ, ნუ იცინი, ნუ გვარცხვე, ნუ არ, ანუ რა უნდა გააკეთოს, როგორ არ მოიქცეს და მთლიანად შოკერებულია. და ეს უპრობლემო ბავშვი. ჯარისკაცივით ზრდი. ხო და რაც უფრო არ ქმნიდა, მერე შექმნის იქ დაგროვილია, უგროვდება. და ერთი თუ აიწყვიტა და აიწყვეტს, ხო? ის ანაზღაურებს. რაც აკრძალვებში იყო. და ნახე. აი მეოთხე ბავშვიც კიდევ დავამატოთ, ხო? კი. აი მეოთხე ბავშვი შემოვიდა ოჯახში, ხო? ესე იგი როლები დაკავებულია. ერთი ბავშვი ამბობს მე გაჩვენებ თქვენ სულს წერტილებს, აი და რაღაც ზოგჯერ სიმართლეს იტყვის და მთელ რისხვა მაზია. მეორე ბავშვმა, აი მე თუ საუკეთესოდ მოვიქცევი, მე მიზნებს მივაღწევ, ყველაფერი კარგად იქნება. ისინი უფრო სტაბილურად და უსაფრთხოდ ვიქნებით. მესამე ბავშვი, მე უნდა უხილავი გავხდე, რომ ეს სტრატეგიებია, რომ გადავრჩე. და ამ ფონზე შემოვიდა მეოთხე. მეოთხე ბავშვმა გადმოხედა და ძალიან რთული სიტუაციაა, ამდენი სტრატეგიებით და ამდენი წარმოიდგინე ბრძოლის ველი, სადაც ირგვლივ მტერია და ამდენი სტრატეგიებით და ფარებით ჩასახლებული ხალხი. და ძალიან შეეშინდა და თქვა, არა, ყველაფერი კარგადაა და მოდი ვიცინოთ. შემოვიდა მასხარა. ნახე? ხო და მასხარა. მოდი ვიცინოთ.
ანუ ხშირად მისი სტრატეგია არის თუ გააცინებს, ანუ დაძაბული ფონი რომ არის ირგვლივ, რაღაც იხუმრა, რაღაც გააკეთა, ყველამ გაიცინა და განიმუხტა სიტუაცია. ანუ ეს არის ერთ-ერთი განმუხტველი სიტუაციის, რომ ასეთი ადამიანები შეიძლება იუმორისტების გამოვიდნენ და რაღაცა მიაღწიონ და ჩავლებრივად თითქოს ცხოვრობენ სოციუმში. მაგრამ ყველაზე დიდ სევდას ატარებენ. ძალიან დიდ კიბულს ატარებენ, რომელიც სხვები ვერ ხვდებიან ამას. ნახე, ისინი ხშირად ესეთი ადამიანები არის, აი კლასელები იკრიბებიან ან მეგობრები და ყველაზე მეც რომ ხუმრობს და სულ მართავს თვითონ ამას პროცესად შეიძლება და ყველაზე გულია ამ იმის კომპანიის და ასე შემდეგ. და თუ იცინის არნიშნავს რომ ის არაგულწრფელია სულ ან რაღაც ამას არნიშნავს. უბრალოდ ის როცა იცინის ან ხუმრობს თუნდაც იქ კიდევ არის დამატებით აკრძალული ემოციები, სევდა, შიში და მწუხარება, რომელიც აკრძალულია, მიჩქმალულია და ის უბრალოდ ამ როლში არის და ამ როლს მიყვება. მაგრამ ის იტანჯება. მისთვის არის რაღაცა ფარი. ფარია, ეგ არის უბრალოდ ფარი. ამის უკან ის იტანჯება, ეგ ატარებს როლს და ასეთი საკუთარ თავთან შეხვედრა ასეთი ადამიანებისთვის მტკივნეულია საერთოდ. არის ასეთი პატარა ისტორიას ესე მოყვები. ის ერთ ქალაქში, ერთ სიტყვით, ერთ ქალაქში ერთი ტიპი მივიდა თერაპევტთან და უთხრა რომ ძალიან იტანჯება, თვითმკვლელობაზე ფიქრობს და დახმარება ჭირდება. და თერაპევტმა უთხრა საქმე იმაში არის რომ დრო მემთავრდებაო მუშაობს და ხვალ მოდიო ერთსერ. ამან უთხრა ძალიან მეჭირსო, სხვა ქალაქიდან ჩამოვედიო და დახმარება ეხლა მჭირდება. თერაპევტი ეუბნება, ვერაფერი დაგეხმარებიო დღეს. საქმე იმაშიაო რომ დროც მემთავრდებაო და თანაც და მაგრამ ერთი რაღაც შემიძლია შემოგთავაზო სამაგიეროდ. ჩვენ ქალაქში ჩამოვიდაო ცირკი. ეგ ცირკიო არისო იმით ცნობილიო რომ ძალიან მაგარი მასხარა ყავთ. ეგ ცირკი რომ ჩამოდისო, ჩვენ ყველა ამ მასხარის გამო მივდივართ და ყველა ბედნიერები ვართ. და მე ვგთავაზობო, რომ შენც წამოდიო და ნუ გაერთობი მაინც. და შემდეგ ვიმუშავებთ. და ამის გაგონებაზე უფრო მოიწყინა ამ ადამიანმა და უთხრა საქმე იმაშია, მე ვარ ის მასხარაო. ნახეთ, ამიტომ ყველა მარიცის ირგვლივ თითქოს ყველა ბედნიერია. მაგრამ არიცის თვითონ ვინც აბედნიერებ თვითონ ის როგორია. ნახე, ასეთ ადამიანებს ისტორია იყო რაღაც. კი. ეგ ძალიან ისა ნახე, ასეთი ადამიანები ახლა მე რომ ვამბობ ეგ ჯგუფებში ჩემთან ჩაულებრივად ხდებიან, თვითონ ყვებიან ამ ისტორიებს, მაგრამ პირადი ისტორიები, მაგრამ თავიდან ვერ ხვდება ადამიანი. ხშირად არის ესეთი მოცემულობა, რომ არაო, ჩემ ოჯახში ყველაფერი წესრიგში იყო. პირადად და აი მშობლებსაც ურთიერთობებს კბილებით იცავენ, არა, ყველაფერი ეს მე ვარ ცუდი, გასაგებია კარგი ვაღიარებ, მაგრამ სხვები კარგები იყვნენ. მე პირადად აი დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, ემოციური სიცარიელე, ასეთი პრობლემებით ადამიანები ვინც არიან, პირადად მე მათი მშობლები ასე ჰარმონიაში და ყველაფერი წესრიგში ქონოდათ ვერ ნახე. მაგრამ მე მინახავს, რომლებს ამტკიცებდნენ რომ ესეა. მაგრამ თუ ჩემთან დაიწყებენ სერულს კურსზე და მე ვთავაზობ, ხშირად არის შემთხვევა მოდიან შვილის გამო, ხო? მე ბავშვებთან არ მუშაობ ამ კურსზე, ეს კურსი არის დასრულებისთვის და მოდიან ბავშვების პრობლემა. ბავშვები იგულისხმება უკვე ზრდასრული ბავშვები, რომ მშობლები მოდიან თავის ზრდასრული ბიოლოგიურად ზრდასრული ბავშვების პრობლემით. მათ საუბრის მერე და დარწმუნებული არიან, რომ ის ყველაფერი წესრიგში აქვს და აი მის ბავშვს აქვს პრობლემა. და ბევრ შემთხვევაში მათ აქვს პრობლემა. მე პირიქით თავაზობ, თქვენით უნდა დავიწყოთ მშობლით. საერთოდ ბავშვი ისედაც თუ პრობლემურია, ხშირ შემთხვევაში მშობლებშია, მშობლების ცვლილების გარეშე არ ხდება. მშობლებმა უნდა დაიწყონ ცვლილება. სხვათა შორის ასევე სტატისტიკაც აჩვენებს, დაკვირვებაც და ასე შემდეგ. და თვითონ ადასტურებენ ამ ისტორიებს და უკვე არ არის ცოტა ესეთი ადამიანი, რომლებიც აი თავიდან მეწინააღმდეგებოდნენ, არა, ეგ ჩემი შვილი დამოკიდებულია, ის მიჯაჭვულობები, ის ძალიან ბევრი პრობლემები ოჯახში და ვეუბნები, რომ თქვენ დაიწყეთ, თქვენ აი გინდათ შვილს დაეხმაროთ, თქვენ გჭირდებათ.
ნუ კარგი და დაიწყეს. შემდეგ აცნობიერებენ, რომ თუნდაც აი დამოკიდებული ადამიანი, რომელიც არ თulis რომ პრობლემა აქვს, საერთოდ არ აღიარებს რომ პრობლემები აქვს ძალიან ბევრი, მაგრამ არ აღიარებენ. და არანაირი ცვლილება და არის სკანდალი და ცუდი სიტუაცია. დედამ დაიწყო ცვლილება და შვილი იწყებს ცვლილებას. იცი რამდენი შემთხვევაა. ამას ვეუბნები, შვილს არ შეეხო. დავტოვოთ მდგომარეობა როგორცაა. დავიწყოთ მუშაობა და მშობელი აღმოაჩენს თავის თავში სიცარ ანგელოზი და ნაღდათ უნიკალური და იწყებს თავის ცვლილებას და ამითი მოქმედებს გარემოზე. ამიტომ მშობელი არის გადამრჩენელის როლში და ანუ სწორი ეს გადამრჩენელის როლი კიდევ ცოტა ახსნაუჯა. გადამრჩენელი ცოტა სხვა რაღაცა არის. დამხმარე არის დახმარება სწორი ჯანსაღი. როგორც როლი გადამრჩენელი ნეგატიურ კონტექსტად ემაშება, ხო? არის გადარჩენა და არის დახმარება. ანუ გადამრჩენელი როგორც როლი არ არის კარგი, მაგრამ დახმარება ჯანსაღი პირიქით ჩვენ სოციალური არსებები ვართ, ერთმანეთს ემპათია დახმარება და მხარდაჭერა ეგ კარგია და სწორია რა თქმა უნდა. და ერთი სიტყვით, ხო, მასხარა, აი ნახე, ის დიდსევ დასმალავს და ესე მიდის. და ძალიან მტკივნეული, მისთვის მტკივნეულია თავისთავთან შეხვედრა, ესეთი ადამიანებს უჭირთ ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბება. იმათ ბევრ რამეს გამოდის ცხოვრება, მაგრამ ახლო ურთიერთობები უჭირთ. სადაც ემოციების გამოხატვა. ხო, აი ღრმა ნამდვილი ემოციური კავშირის ჩამოყალიბება უკვე უჭირთ. შეიძლება სოციუმში რაღაც სტატუსი აქვს, რაღაცებს აღწევენ, რაღაცები არის. თანაც რა არის, იცი, ამ ეგრეთ წოდებული ემოციური მომწიფებლობა საბოლოო ჯამში არის მათი ერთ-ერთი აერთიანეთ, რომ ურთიერთობებში პრობლემები აქვს ყველას. ურთიერთობები როგორც ასეთი. აი ეს 4 ბავშვი. კიდევ შეგვიძლია დავამატოთ. დავამატოთ. ანუ არ დავამატოთ, უმთავრესად ეს. აი გადამრჩენელი რომ ახსენე თუნდაც რა. გადამრჩენელი არის ეგრეთ წოდებული კარპანის სამკუთხედის ერთ-ერთი ისა მთავარი როლი, რომელსაც უნდა ახსნა ყოველთვის, იმიტომ რომ ძალიან რთულია. ნუ სხვა ისინია კიდევ კუთხეები, ეს მსხვერპლი და ისა, რა ქვია, დამოკიდებული. მსხვერპლი მოძალაგე გადამრჩენელი. ისე სხვანაირადაც რომ თქვათ, ემოციურად მშობლების ემოციური მომწიფებლობა და დისფუნქცია ბავშვი წარმოქმნის როგორც თქვით სიცარიელეს და განუვითარებელი ტკივილით სავსე დათრუნული ბავშვი მასში არის მუდმივად ჩაბუდებული. ეს არის ცენტრი. ნახე, ფრუსტრირებული ბავშვი, რომელიც იტანჯება მოფერების გარეშე და რომელიც არის ემოციურ წყურვილს განიცდის. შემდეგ და ემატება ორბიტას, მის ორბიტას შიგნით კრიტიკოსი, ეს მჭამელი კრიტიკოსი, ხშირად ეს კრიტიკა არის ინტროექცია ერთგვარი. ხშირად ეს კრიტიკოსი, რომელიც მასში ცხოვრობს და რომელიც აი ყოველთვის აი არაძლევს მოდუნების საშუალებას და პერფექციონისტად ხდის და აი და ეს კი, გმირებს ერთ-ერთი უფრო ეხება. ნახე, მაგრამ სხვებსაც აქვთ. ეს არის ერთგვარი მოცემულა, უბრალოდ ის განვითარებული ამ კუთხით, მაგრამ არსებობს. ნახე, ეს ყველაშია თითქმის, უბრალოდ როგორ განვითარდება, რა კუთხით ეგაა განსხვავება. იმათ საერთო რაღაცეები აქვთ. და გადამრჩენელი, ანუ მასში ცხოვრობს, ასევე ეს გადამრჩენელი, რომელიც ეუბნება აი სწორად როგორ მოიქცეს. ნახე, ფრუსტრირებული შიგნით ბავშვი, შიგნით კრიტიკოსი, რომელიც ტანჯავს და გადამრჩენელი, რომელიც ეუბნება აი როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს და სწორი რა არის და აი ესენ და ამ ესენ ნაწილებია მასში და მათ შორის მიდის ბრძოლა. და პიროვნება დახლეჩილია და იტანჯება. საერთოდ გადამრჩენელი როგორც როლი ისევ რომ ახსნათ თანადამოკიდებულები აი ნახე ემოციურად მიჯაჭვული ადამიანები, დამოკიდებული ადამიანები, დამოკიდებული თუ არის თანადამოკიდებული. თანადამოკიდებული ასევე ცოტა რთული როლია. თანადამოკიდებული ნიშნავს ადამიანს, რომელიც ცხოვრობს სხვა ადამიანის ცხოვრებით, სხვა ადამიანის
მოთხოვნილებებით, ფასეულობებით და შეუძლია სხვის გამო თავიც გაწიროს. სოციუმში ის დადებითი პიროვნებაა, პირიქით სოციუმში არის, აი დადებითია, ის მეუღლეა შეიძლება ან დედა ან ასე შემდეგ, აი გოგო სიტყვაზე, რომელსაც თუნდაც პრობლემური მეუღლე ან შვილი ყავს, რომელზეც თავზე გადაყოლილია, რა კარგი გოგოა, აი ყველანაირად შესანიშნავი, როგორ არ გაუმართლა ცხოვრებაში, აი ეს უზრდელი მისი ქმარი და ასე შემდეგ, ან ასეთ შვილი როგორ შეიძლება რომ ყავდეს და ასე შემდეგ, მაგრამ საქმე იცი რაშია? თუ კარგად ჩაუღრმავდებით, პირიქით ეს მის მოზიდულია. ნახე, ეგ არ არის შემთხვევითი, არა. ეს ესე ჩანს, რომ ის ესეთი ყველაფერი იდეალურია და ეს სინამდვილეში ერთ ადგილზე თუ დგამს სხვერპლი, მეორეზე აი მოძალადე და ესა ნახე, ერთ ადგილზე გადამრჩენელი თუ დგას ერთ იმაში, აი გადამრჩენელი თუ ხარ, უფრო სხვანაირად აქვს. თუ გადამრჩენელი ხარ, შენ აუცილებლად სხვერპლიც იქნები. ნახე, რაც მოჯადოებული წრეა. წრე არის ერთგვარი ისე მსხვერპლი, რაც უფრო ძლიერად შეეცდები ვიღაც გადაარჩინო, ვით უფრო მიხვდები, მაგრამ საქმე იცი რაშია? ყველა ერთნაირად ავადა და იქ ჯანსაღი არაფერი არ არის. გადამრჩენელს, რომელიც ნუ ასე ძალიან იმათ გამოიყურება, დედა რომელიც გადაყოლილია თავის შვილზე, ან რომ თქვით ამ პარტნიორი მეუღლე და ასე შემდეგ და აი თავს წერავს და ყველაფერი. გადამრჩენელს ეგ როგორც როლი გადამრჩენელი. ბოლომდე გადარჩენა არებს არ აწყობს. სინამდვილეში ის მოიხმარს. აქ რა არის, იცი? ყველა ერთმანეთს მოიხმარს. აქ სიყვარული საბოლოო ჯამში არ არის. გადამრჩენელი ამ გადამრჩენელობით იწევს თავის დაბალ თვითშეფასებას. და მას ჭირდება ისეთი ობიექტი, ვინც არის გადასარჩენი. ვინც გადასარჩენია. ანუ მის ეგოს რაღაცნაირად კვებავს ამით. ეგოს კვებავს და ნახე, მნიშვნელობის გზნობას აძლევს, რომელიც მას აკლია. ამ დროს მნიშვნელობას ცხოვრებაში. როლს რეალურად. როლი არის და თანაც ნახე, ხშირად ეკითხები, აი, ნუ ახლა გოგო ავიღოთ, ორი გოგო ბიჭს არ აქვს მნიშვნელობა. ნუ უფრო თანადამოკიდებული ქალბატონებია კიდევ. და ასე შემდეგ. მაგრამ ნახე, ეკითხები იმ გოგოს, ზოგი ამბობს, მე ვიცოდიო ესო დამოკიდებული რომ იყო, პრობლემები რომ მქონდაო და ეს ყველაფერი ვიცოდიო და რატომ გაღები? ცოლად ეკითხები და რომ გადამერჩინავ, დამხმარებოდიო. ანუ მე ვფიქრობ, ანუ რაღა პრობლემურ ადამიანს უკავშირდები. ნახეთ, ქვეცნობიერად, ცნობიერადაც თუ არ არის ცნობიერად თითქოს მეყვება, ქვეცნობიერად მაინც პრობლემური ჭირდება. მან იცის რომ ვიღაცა იყოს გადასარჩენი, მან დაიწყოს გადარჩენა, ამით გადამრჩენელს რა პოზიცია აქვს ქვეცნობიერი, მე კარგი ვარ, შენ ცუდი. შენ ვის გადარჩენას იწყებ, იმაზე მაღლად გახარ, ესე თვლი, ხო? იმიტომ რომ მე შენზე უკეთესი ვარ. შენ აი მე გარჩენ შენ ხო არა? რომ და ანუ ამ პოზიციას იღებს, ანუ ერთგვარი მოძალადია. გადამრჩენელი და მოძალადე საერთოდ არის ერთი პერსონა. უბრალოდ ორივე მოძალადია. რა განსხვავება მოძალადეს და გადამრჩენელს შორის? უბრალოდ გადამრჩენელი კეთილი განზრახვა აქვს. აი მოძალადე ითხოვს სიყვარულს და ყურადღებას, ოღონდ უხეშ მეთოდებით. გადამრჩენელი უფრო ტექნიკურად და ნატიფი მეთოდებით იმუშავება, ეძებს, მაგრამ ამ სამკუთხედში, ამ მოჟადოებულ სამკუთხედში არაოფიციალურად უბედურების სამკუთხედსაც ეძახიან, ასე, უბედურების სამკუთხედი. უკვე სიტყვაც ხო, ყველა უბედურია, სიტყვაც აჩვენებს, ხო, უბედურების სამკუთხედი და გეგმა მინიმუმი, მე ესე ვეუბნები, ვინ ჩემთან მოდის. ჩვენი გეგმა მინიმუმი, ანუ ისინი ამბობენ პრობლემებს, მაგრამ შემდეგ, ნუ ვისაუბრებ და მე ვთავაზობ მე რაღაცა. ჩვენი გეგმა მინიმუმი იქნება ამ სამკუთხედიდან გამოსვლა, უხსნი ამ სამკუთხედს და არიან ენთუზიაზმზე. თუ ამ სამკუთხედიდან ვერ გამოდი, ისევ აი წრეებზე სიარული. მსგავსი პრობლემები, მსგავსი წრეები ყველა ურთიერთობაში ხარ გადამრჩენელი, ყველა ურთიერთობაში ხარ მოძალადე. თანაც გადამრჩენელი რომ ხარ, ეგ ეპიზოდურია, შეიძლება გადამრჩენელი ხარ, მაგრამ იქ მოძალადე და მსხვერპლის როლიც მოგიწევს გავლა. ანუ ისინი ერთმა არ შეიძლება ერთი როლი კონდეს და სხვები არა. ისინი ერთი მეორე შეიცავს. ახლა და ამიტომ ყველა ისეთ გადამრჩენელები, ეგრეთ წოდებული თუ დააკვირდებით ცხოვრებაში,
რაღაც პერიოდი არის წუწუნებენ თუ როგორი უმადურებია ყველა რომ სხვებისთვის უნდათ უკვე ადანაშაულებენ სხვებს მერე წუწუნებენ ანუ ხო გადამრჩენელი უკვე სხვა იმაში შედის უკვე იყიდებს სხვერპლის როლსაც მუდმივ წუწუნში ტერილშია და მოძალადე აგრესიულად მოიხსენიებს სხვებს ადანაშაულებს მის ცხოვრებაში დამნაშავეებს ეძებს და წყენები აქვს ბევრი აი წყენა კიდევ ერთ-ერთი ნარკოტიკის ვეძახი მე ძლიერი ნარკოტიკია რომელიც სიხშირის ცნობიერების აგდებს დაბლა და დაავადებების ალბათობა იზრდება ადამიანი პარალიზებულია თითქოს და ასეთი ადამიანის გარშემო უკვე მზიანდება სხვები ახლა ესეთი ადამიანები რომ არსებობენ ამ როლებში უკვე ყველას დიდ დარტყმებს ბავშვები იღებენ და გარემო იღებს და ბავშვები ცალკე როლებს იღებს კი აქ შენი ჩემზე არა საერთოდ ის გარემოს აზიანებ ახლა შენ თავს აზიანებ ოჯახის წევრებს და გარემოს ტოქსიკური ესეთი ადამიანი უბრალოდ არის სოციალურად გამართლებული როლები თუნდაც ეს გადამრჩენელი ესე რომ თქვათ რომელიც ხვის მაგივრად ცხოვრობს და არის სწორი მხარდაჭერა ეგ სხვა არის სოგმა იმას სწორი გაგება უნდა მხარდაჭერა ჭირდება მაშველი ერთია და დამხმარე მეორე როგორც ხო მხარდაჭერა ანუ ხვის მაგივრად კი არ უნდა გააკეთო ნახე აი ბავშვიც რომ იზრდება შემდეგ არ არის ხშირად არის აქ ხშირად მოდიან ასე სცენარები ამბობენ შვილი არ მიჯერებს აი ესეთია თავნება საერთოდ არაფრის გაგება არ უნდა ან საერთოდ ძოლო არ ისა და მე ყველაფერს მისთვის ვაკეთებდი ხო ბევრი არის საზღვარგარეთ მუშაობს ჩამოვიდა და შოკშია რომ მისი შვილი რომ ყოველთვე ფულს უგზავნიდი წლების განმავლობაში ყველაფერი ამისთვის მინდოდა ჩამოვიდა და დანახვაც კი არ უნდათ ანუ არანაირი კავშირი არა და ადამიანი შოკშია თითქოს ხო ასეთ მოპყრობას მე არ ვიმსახურებ ისა არაფრის გაგონება არ უნდა ყველაფერს თავისებურად აკეთებს მე საერთოდ არ მისმენს და ასე შემდეგ შეიძლება ეს ხო უცებ არ გაჩნდა და საქმე იცრაშია აი ეგ როლური ზრუნვა იყო მეტომ აბო გარეგანი ფასადური და ღრმა ემოციური კავშირი არ იყო ნახე თავარი ადამიანები ბევრი ფიქრობს გარედან როგორ გამოიყურება სიტუაცია ან საბავშვო მასე მოედანზე თამაშობენ იმ დროს ფიქრობს აი გარედან ხო კარგმშობლად ჩანვარ ხო ისა კარგად აცვია ხო როგორ იქცევა მაგრამ ის რას გრძნობს ემოციურ შიმშილში ხო რა ისა თავარია გარეთ როგორი მაშვება ან კარგად ესეთი ჩაცმული არის შეხო უფრო ფასადური ლამაზი ბანტებით ხო ლამაზი ბანტებით ის ბანტები უნდა თუ არა იმდებს არ ნარკითხე ხო და ამიტომ ყველა ამბობს უი ლამაზი ბავშვია როგორ ის კარგად ხო და რომ აი ეგ გავიაზროთ რაღაცნაირად რომ აი რამდენი რაღაც თქვით რეალურად ახლა და რამდენ ადამიანს აქვს ეგ გააზრებული ჩვენს გარშემო ძალიან ცოტას გააზრების დონეზე რა თქმა უნდა ძალიან იმას და ახლაც ჩვენს პოდკასტია და კიდევ ასე სიღრმეებში და იქ რომ შევიდეთ ესე ადვილი არა მის გაგება თითქოს გასაგებია აქ კიდევ რა არის აი დაკარგული ბავშვი კიდევ ვიტყვი ერთ მომენტს ამ როლების გაგება და გაცნობიერება ბევრს უჭირს რადგან მტკივნეულია მაშინ საკუთარ თავთან შეხვედრა და ბევრს უჭირს და სამუშაო პროცესია ერთ-ერთი თუნდაც აი ძალიან როლის მიხვედრა რომ უჭირს არის უხილავი ბავშვი აი უხილავი ბავშვები წლები ჭირდება ზოგიერთს რომ მიხვდნენ რომ ისინი როლში არიან ამ როლში და პრობლემა აქვს ის ვერ ხვდები რთულია იმიტომ რომ ნუ რა ვიცი ცხოვრობს სამსახურია თითქოს რაღაცა ვიღაცები წარმატებულადაც კითხვიან შეიძლება რაღაც მაგრამ ანუ ისე ვიტყვი რა არის პრობლემა რაშია უპირობო სიყვარული ეგ მიუწვდომელია ნახე სიყვარული როგორც ასეთი ვერ ექნება ხშირად არის სიყვარულს და როლურ ზრუნვას და ემოციურ კავშირს შორის ეგ ცოტა სხვადასხვა რაღაცა ისა ზრუნვა და სიყვარულის განსხვავება ცოტა სხვადასხვა რაღაცა მოდი ესე ვთქვათ კიდე ანუ მშობელი ამ დროს აკეთებს შენ უნდა გამხადო მე ბედნიერი ეუბნება
აიგე, შენ უნდა გამხადო მე ბედნიერი, ანუ ანიჭებს იმას შენ ხარ ფუნქცია და არა მე ისეც გიღებ როგორიცა. ნახე, ანუ არიღებენ პირობა სიყვარულის ადამიანს ისეც როგორიც არის, ქსავნილს უკეთებს ქვეცნობიერს. თუ არ ხარ ასე პირდაპირ კი არ ხო, აი ასეთი თუ არ იქნები, ну, ასე პირდაპირ არ ეუბნება აღქმა ესეთი და თვითონ მაშინ არ მეყვარები. ამიტომ ზედმეტად მომთხოვნი მშობლები რომ არიან და მუდმივად მიღწევაზე ორიენტირებული, აი მიღწევებზე შვილის. რომ აი სულ მიღწევები და ისა და ასეთი ადამიანი თუნდაც ამ კუთხით, ხო, რომ ავიღოთ. ეს არის ბავშვს იყენებს თავისი ამპარტავნობის გამოსაკვებად. კი, ნარცისი მშობელი. ნარცისი. კი. აი, რას ნიშნავს? ამ სპექტაკლის მთავარი კი, აი, ეგა ნარცისო. ნახე, რას ნიშნავს ნარცისი მშობელი? ხო, ვამბობ, და ყველაზე მარტივი ახსნა, შეგვიძლია ასე გავაკეთოთ. ნარცისი მშობლისთვის ბავშვი ეს არ არის ცალკე ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ემოციები, აზრები და სურვილები, ეს არის უბრალოდ ის ემოციური კონტეინერი, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს მისი მდგომარეობა. და ის არის ეგოცენტრულ მდგომარეობაში, ეგოცენტრული მდგომარეობა ემპათია არ აქვს, ნამდვილი გაგებით. ანუ ეგოცენტრიზმი არის მდგომარეობა სხვისი თვალებით რომ არ შეგიძლია დანახვა ცხოვრების პერსპექტივიდან. კი, ანუ სხვა იმითი ვერ უყურებ სხვა ადამიანის თვალებით. იმას თავისი არის. ანუ ირგული, ამიტომაც ცენტრი, ეგოცენტრიზმი, ხო, მე ვარ ცენტრში, თითქოს. ირგული არა მარტო ბავშვი, ისედაც ადამიანები ცხოვრება ყველაფერი მეტომ არსებობს, რომ ჩემი кайფი გაამართლონ, ესე რომ თქვა უხეშად. ჩემი, აი დაკმაყოფილდეს რომ ის ჩემი ხუშტურები, ჩემი მოლოდინები, ჩემი ისინი ფანტაზიები, ჩემი წარმოდგენები უნდა თქვენ დამიკმაყოფილოთ. ხო? თითქოს ესე ეუბნება და იგნორირებულია სხვების მოთხოვნილება. და პირველ რიგში ბავშვის. ამ დროს ბავშვი მოდის, თითქოს ახლა მშობლები მისთვის არის ჭა, სადაც ეს ემოციური წყურვილი უნდა დაიკმაყოფილონ. და ჭა ცარიელია და ხახამშრალი რჩებიან, რომ თქვენ. ეგ ძალიან მტკივნეული მდგომარეობაა. თან მოწყვეტი პატარა ბავშვისა. თანაც ხო, პატარა ეგ იმედან დაბადებიდან კი არა, მუცლად ყოფნიდან აღიქვამენ კიდე. ბავშვი მუცლად ყოფნის. კი, ეს უკვე გადარჩენისთვის უკვე იბრძვის. ბავშვი არ მუცლიდან უკვე არ დაბადებულა და უკვე იბრძვის. და ბევრი რომ უკვე შემოდის დასტრესილი. ბევრი ამ სამყაროში, ერთ სამყაროდან მეორე სამყაროში. ნახე, არის კიდევ არის იმის კულებებიც, კიდევ რომ აი 5 თვის ჩანასახი, როცა დედა ნერვიულობს და თუნდაც პარტნიორთან ან იყვერილი ესმის და სკანდალშია, თავსაც კი აბრუნებს ყურს იქით. აიგე, ანუ ის უკვე იმაშვება ხმები ესმის. ანუ ამ სკანდალი ხმა ესმის და აღიქვამს ამ ყველაფერი უკვე აღქმაში აქვს. და მუცლიდანვე გადარჩენისთვის იბრძვის, იქ რაღაც პოზას იღებს, საფრთხე საიდანაც მოდის, თავსაც კი ატრიალებს, ყურს იქ ისმენს და უკვე ეს არის. ანუ აღქმის დონეზე ეწერება. ამ დროს თუნდაც შეგვიძლია ესე ვთქვათ, პერიოდულად დედა ღმერთია მისთვის, ხო? სიგნალს უგზავნის, რომ ეს უსაფრთხოება ჭირდება თითქოს. და ამ დროს დედა შფოთავს. და ესე იგი ჩაიწერა პროგრამა. შფოთვა უდრის უსაფრთხოებას. რომ იზრდება ადამიანი, ის არეძებს, ანუ ბედნიერებისკენ ყველა მიდრეკილი ვარ და გვინდა და ეგ სიყვარული ბედნიერება, ეგ ნორმალურია. ადამიანი ელტვის ამისკენ და ეგ კარგია, მაგრამ ბედნიერებას ეს არეძებს, ის ეძებს ნაცნობს. ასეთი ადამიანი ისე დასტრესილია, ასეთ გარემოდან ვინც მიდის, რომ ესე რომ თქვა, ნაცნობი ჯოჯოხეთი ურჩევნია უცნობ სამოთხეს. და იგივე წრეზე ტრიალებს. კი, და ამიტომ ქვეცნობიერად მსგავს ეძებს. ანუ სადომაზოხისტურ მდგომარეობაში ხდება მსგავსი. ის რაც ტანჯავდა, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი, ეგ სცენარები მისთვის მსგავსია. უკვე ჩაწერილია გენეტიკური კოდია თითქოს ბავშვისთვის. ის, რა ვიცი, უცნობია, იმ უცნობთან ამ ხშირად იწყებენ
ასე გამოჯამრთელება, ესა დაავადებული მდგომარეობა ერთგვარი და დაავადებულ მდგომარეობას გაჯანსაღება ჭირდება. მაგრამ ხშირად ნეგატიური мотиваცია უბრალოდ ამოძრავებთ. ანუ თუ სკერი ძლიერია, ყელში ამოუვიდათ ბევრი რაღაცა და გადაიღალენ და ხვდებიან რომ რაღაც მართლა შველა ჭირდებათ, იწყებენ პრობლემიდან გაქცევას. მაგრამ პრობლემიდან გაქცევა ეს უბრალოდ ჯერ პრობლემიდან გაქცევა. მაგრამ რაღაც დონეზე რომ მირბის, პრობლემას ოდნავ დაცელდა, აი ამ დროს კარგავენ ენერგიას ცვლილების და მთავარია გაგრძელება გზის. და ისევ იქ იგივე წრეზე მოდიან. იმიტომ რომ პრობლემას თითქოს დროებით ჩამოცილდა, მაგრამ ჯერ იქ არ მივიდა გამოჯამრთელებაში. გაცნობიერება, რომ მე რაღაც როლში ვარ ჩარჩენილი, მაგრამ მეორე არის რაღაცა რეალურად ქმედითი ნაბიჯების. კი, აი ნაბიჯები ხშირად უჭირთ, მტკივნეულია, უცხოა და ეგ ეკაჩება დაბალი თვითშეფასება ისე, რომ იმიტომ რომ ისინი ხო კარგები არ არიან, ნახე ამ დროს საზღურები ნელ-ნელა ადამიანები საზღურები ეს არის სახლი, რომელსაც ღობი არ აქვს. და ისე შედიან, გამოდიან, ანაგვიანებენ. რა ხდება ისა და ადამიანი უსწორია. თვითონ სად არის სხვა სადა საზღვარი არ არის საზღვარი. აქვე ჩაგეჭრებით ცოტა გადახოვებას გავაკეთებ, რომ ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ ზოგადად და საუბრობთ იმასთან დაკავშირებით თუ ბავშვობის გამოცდილება და გარემო როგორ გვაყალიბებს და ამას სწავლობს მეცნიერება, ფსიქოლოგია, რომელიც შეისწავლებს ჩვენს мотиваციას, ქცევებს, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და მიხარია, რომ ჩემი პოდკასტის გენერალური მხარდამჭერი არის ალტე უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს თავაზობს საბაკალავრო პროგრამას ფსიქოლოგიის განხრით, სადაც თქვენ შეგიძლიათ, რომ შეისწავლოთ და დაეუფლოთ ამ პროფესიის როგორც ღრმა თეორიულ საფუძვლებს, ასევე მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სტაჟირებებისა თუ გაცვლითი პროგრამების სახით და კვლევებში ჩართვის სახით. იმიტომ რომ დღეს ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგია არ არის მხოლოდ თერაპია, ფსიქოლოგია არის ყველაფერში, განათლებაში, ბიზნესში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ გსურთ, რომ დაეუფლოთ მომავალზე ორიენტებულ პროფესიას, აუცილებლად აღწერაში მითითებულ ბმულზე გადადით და გაიცანით ალტე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას. და გავაგრძელოთ ბატონო ნუგზარ იმაზე საუბარი, რომ აი როლებზე რაც ვისაუბრეთ ჩვენ, გმირი, შავი ცხვარი, ეგრეთ წოდებული განტევების ვაცი, მასხარა და მეოთხე იყო შველელი რაღაც მაშველი. აი გაიზარდნენ ეს ადამიანები, გადამრჩენელი. გაიზარდნენ ეს ადამიანები, გახდნენ ზრდასრულები და ეხლა შეიძლება გვისმენენ კიდეც და გაიაზრეს, რომ ერთ-ერთ როლში არიან. აი თქვენი პრაქტიკული რჩევა რა არის, რომ ერთი არის გაცნობიერება, მაგრამ მეორე არის რაღაცნაირად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. და აი თქვენი პრაქტიკული რჩევები რომ მივცეთ, რომ ცოტა რაღაც პრაქტიკული დანიშნულებაც გქონდეს. ისე საინტერესოა, კიდევ დავამატოთ ერთი როლი, თუნდაც იმიტომ რომ მე ხშირად არის ეს ახლა გამოსინა ხშირად ხდება ესე იდენტიფიცირებული პაციენტი არის ესეთი მცნება ანუ ეს ცოტა გავს განტევების ვაც მაგრამ განსხვავება რა არის იდენტიფიცირებული პაციენტი ხშირად არის ეს ადამიანი ყველაფერი მისი ბრალია თითქოს ანუ ავამტყოფი ბავშვი ოჯახში დიაგნოზით ავამტყოფი დიაგნოზით ესე შეიძლება სისტემის ნაწილი იყოს. ანუ ერთი ადამიანი არის დიაგნოზით, რომელსაც აქვს ან დეპრესია, ან შფოთვითი აშლილობა, ან კვებითი აშლილობა, ან ქცევითი პრობლემები. და ყველა ამბობს, რომ მისი ოჯახი ასე იმიტომა, რომ ყველაფერი მისი ბრალია, იმიტომ რომ ავამტყოფი ყავდა ასეთი იმით. მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს გადარჩენის ერთ-ერთი სტრატეგია, რაც ეს კი, რაც ეს არაჯანსაღი გარემო წარმოქმნის. განტევების ვაცისგან იმით განსხვავდება, ხო? ისიც ხო ყველაფერი თვითონ იმის ბრალია ვაც და არის კიდევ აი ეგ პაციენტი, რომელიც აი რაღაც არ დამოკიდებული. ნახე, არის ოჯახი, აი ყველაფერი, იმიტომა ოჯახს პრობლემები, იმიტომა რომ დამოკიდებულია ოჯახში. და სხვა პრობლემებს თითქოს ფარავს ეს ბავშვი, ხო? კი, სხვა პრობლემებს, ნუ ხო, რა თქმა უნდა, იქ ბევრი ის თუ ადამიანები ამ რეალიზდებიან ან ახლა 1000 რაღაცები, აი ამით შემოდიან ურთიერთობაში და ესე ფუნქციონირებენ, რომ აი დამოკიდებული ეს ყველაზე ხშირია უფრო რომელიც ეს ჩანს კიდევ, აი ჩვენ რომ დამოკიდებული ყავს, რომ
ყველა ესე ნორმალურია, ყველაფერი ოჯახში, ყველაფერი კარგადაა და ყველა კარგია, მაგრამ აი ერთი არის ალკოდამოკიდებულია, ნარკოდამოკიდებულია, კიდევ ასე შემდეგ. ან უბრალოდ რაღაც ესე დიაგნოზი აქვს, როგორც მე ვთქვი, თუნდაც ავადა თითქოს ეს და რაღაც ფარია ოჯახისთვის, რომ სხვა პრობლემები ესეც არის ფარი და აქ უბრალოდ არის აქ მედის დიაგნოზზე უბრალოდ განსხვავება ისა უფრო აქცენტი არის დიაგნოზი და აქ არის მორალურ მხარეზე ბაცთან ეგრეთ უწოდებულ შავ ცვართან ისა აქვე აი ეს მორალურად ეგ ცუდად იქცევა და ამიტომაც ცუდი და ეს ამას დიაგნოზი რო აქვს ამიტომაც ჩვენთან პრობლემა არის ალკოთხი თითქოს ოჯახი ხო და კარგი იზრდება ბოლო ნუ იქ შეიძლება ბევრი როლი იყო ნუ ახლა როლებს კიდევ არ მეყვები კიდევ მაგრამ ხო ბევრი ეს უბრალოდ უმთავრესად რომ შევხედოთ შეიძლება ესე ვთქვათ რომ გაიზარდა რას აკეთებ შეიძლება ბავშვობაში მას შველი და ხო შველის ეს როლები გადარჩენისთვის საფრთხოდ გაგრძნობინებდა თავს 40 წლის ასაკში შეიძლება ვერ გეხმარება არა ის ვერ დაგეხმარება და არც კარგია სინამდვილეში კარგი არასდროს იყო როგორც ასეთი უბრალოდ გადარჩენის სტრატეგია დაირჩია საერთოდ რომ არ ქონოდა კარგი არა ხო დისფუნქციური ну საერთოდ უკეთესი იყო საერთოდ ფუნქციური ოჯახი იყოს თავისი ყველაფერი ისა კავშირებით მაგრამ ანუ ამ არაჯანსაღ გარემოში აიკიდა რაღაცა როლი ეგ როლი არის ფარი გადარჩენისთვის და გადარჩენს თავის საქმეს აკეთებდა გადარჩენისთვის რომ გაიზარდა ის უკვე არა მარტო ეხმარება პირიქით ხელს უშლის ეს როლები არის ხელშემშლელი და ესეთი ადამიანი ისე რომ იცოდეთ დროთა განმავლობაში უკუღმა იზრდება ესე ითვლება ჩვენ გვაქვს ორი ასაკი ბიოლოგიური ფსიქოლოგიური დავარქვა შინაგანი ასაკი იმიტომ რომ მისი შინაგანი ასაკი იყინება რაღაც მომენტში და უკან მიდის და მე რომ დააგვირდებით აი ადამიანებს ეგ საინტერესოა ხო თითქოს დასრული ადამიანია 30-40 წლისაა მაგრამ ემოციური რეაგირება აქვს ბავშვის ან მოზარდის ინფანტილიზმია ნახე ამიტომ ადვილად წენებს იყიდებ თავის პროფესიაში ძლიერია შეიძლება იყოს ხო მაგრამ ინფანტილურია ხო ინფანტის ხო ეს ბავშვური ანუ ბავშვი ემოციურად რეაგირებს ბავშვის დონეზე ასეთი ხალხია ეგ წენა გამუტვა ისა ნუ უმთავრესად ნახე აი წენა გამუტვა ეჭვები ისა სხვების დადანაშაულება თავის მართლება წუწუნი ხო და ანუ პატარა ემოციური მომწიფებლობის ეს არის ემოციური მომწიფებლობა ნახე და ბავშვით რეაგირებს ხშირად არიან რეაქტიული იმითი რეაქტიულობით გამოირჩევიან ანუ რა იგულისხმება იმპულსურები ჯერ ვაკეთებ მე ვფიქრობ ხო იმპულსურობა ეს ყველაფერი შედის და ცნობიერების დონეებსაც განეკუთვნება ყველაფერი არის ერთი მეორეზე გადამული და ეს ყველა როლის შემთხვევაში ხო ალბათ ხო ეგ როლები ადამიანს ანადგურებს თავისებურად იმიტომ რომ არც გმირი არ არის კარგად და არც განტევების ვაცი უბრალოდ გონიათ რომ გმირი არის ყველაფერი კარგი გმირს უკავშირდება ყველაფერი ცუდი თითქოს განტევაც ხო მაგრამ ისა ერთნაირად ავადარიან და ერთნაირად აზიანებენ სინამდვილეში თუნდაც ეს გმირიც რომ ავიღოთ ხშირად მას მეუღლე შვილი ან შვილიშვილი პრობლემური ყავს აი ცხოვრებას დააგვირდით ხშირად უბრალოდ რა ნაცნობები ხო არის ისინი ვინც სულ მოწესრიგებულია ყველაფერს აღწევს აი ბეჯითი ის ყველაფერი და აი მეორე ნახევარიან შვილი რაღაც პრობლემა ეგ შემთხვევითი არა ამის უფრო კარგად გასაგებად უბრალოდ ის ანუ მუშაობა საჭირო იმიტომ რომ რას აკეთებ ესე იგი რისი გაკეთება საჭირო ჯერ აღიარო რომ პრობლემა აქვს ჯერ აღიარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი რომ აღიაროს რომ არის პრობლემა მე შეგვიძლია განსაზღვროთ რომელ როლში არის მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რა არის ჯერ თავიდან ადამიანი იწყებს აი
პიროვნების შექმნა, საზღვრების ჩამოყალიბება და ნელ-ნელა ახალი პიროვნების შექმნა. აი პიროვნებას ვერ იპოვის პირდაპირ ესე, იმიტომ რომ რაც არ არის ვერ იპოვი, მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ ჯერ იწყებს თავის პოვნას. თავის მშობლად შეიძლება დადგეს. კიდევ რა უნდა გააკეთოს ბევრმა. ბევრი მიტირის იმ მომენტს, რომ იდეალური მშობელი არ ყავდა და იდეალური მშობელი უნდა გამოიტირო და გაუშვა. და რა იჯდა და იწუწუნო, რატო არ იყო შენ მშობელი ისეთი. აქ კიდევ რაზე მინდა საუბარი, ჩვენ კი ვისაუბრეთ თქო მშობლები და რაღაც მაგრამ ყველა მშობელი უნდა მიიღნახე, მშობლის გადაკეთება არაა საჭირო და ყველანაირად არამომგებიანიცა და არასწორიც ამ მშობლები ადანაშაულო. ისინი უბრალოდ იმათაც თავიანთი ბავშვობა ჰქონდათ, იმათაც თავიანთი როლები ჰქონდათ, იმათ თავიანთი ისტორიები ჰქონდათ და არ შეიძლება რომ თქვათ რომ ცუდი არც ბავშვებია, არც მშობლებია, ცუდი არავინ არ არის, როგორც ასეთი. უბრალოდ მიიღე იარლიყების ჩადაკიდება არავის არ გვინდა, იდეალური არავინ არ არის საერთოდ და უბრალოდ იღებ რეალობას და მოცემულობას, დადანაშაულებას, საკუთარ თავის და სხვების ვანებებ თავს, ეგ არაფერს არ გაძლევს და ვიწყებთ დაკვირვებას ემოციებზე, ხო? შენ რა თუნდაც ყურზე მოდის, მე ვეუბნები, გინდა ცვლილება, წერა მოგიწევთ. წერა აქ ბევრი წერა არის მთავარი მომენტის წინამძღოლში. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ წერითი დავალებები არის სპეციალური. შენ ემოციებს აკვირდები, ჯერ იწყებს იდენტიფიცირებას თავის აზრების, ემოციების და სურვილების. ემოციები და სურვილებში ვერ ერკვევიან. ხშირად ის ემოციები, რასაც განიცდიან და სურვილებს, ეს მათი არ არის. ისინი ეს შემოგდებულია ის შინაგანი ხმა, რომელიც ესაუბრება, ის არის ან დედამისის, ან მამამისის, ან ბებიამისის, ან ეს უნდა გაუშვა, თორე ახალ პიროვნებას ვერ იპოვი ალბათ. გამორიცხულია და ჯერ არის დაფიქსირება. ჯერ არის დაფიქსირება და არის მერე განხილვები და ასე შემდეგ სამუშაო. რთული პროცესია მოკლედ. პროცესი არის სამუშაო. ეგ უბრალოდ რჩევით ასე ვერ მოხდება. ურჩიო და რაღაც შეცვალა ეს მარტივად არ არის. ჯერ უნდა გაანალიზო, რომ პრობლემა ამას გაქვს. ჭირდება ჯერ დაფიქსირება ჭირდება. ჯერ სწავლობ შენი ემოციების, სურვილების დაფიქსირებას და მერე მიდის მუშაობა ჯანსაღი, არაჯანსაღი და მიწყება საზღვრების სადაც საჭიროა არასთქმა ისწავლო. ამ დროს შემოდის შეწინააღმდეგება, როცა ადამიანი იწყებს ცვლილებას, სისტემა ეწინააღმდეგება აუცილებლად. იმიტომ რომ სისტემას არ აწყობს ვიღაცის გადაკეთება გაშვება. იმიტომ რომ ეს სისტემა ამიტომ ქვია ეს ადგილი არის. აი ახლა გახდა ჭკვიანი მე უნდა ამას გაეგრესა და ხო, ოჯახში შენი როლი გაქვს ეგრესა და არა ეს ამბობენ განტევების ვაძე ოღონდ შეიცვალოს, მაგრამ მართლა ცვლილება თუ დაიწყო. ჭირდება რეალურად. მე უხერხულობა გზნობენ და არ აწყობთ ის, იმიტომ რომ თუ ცვლილება დაიწყო, ამათი ნამდვილი ხარვეზები უფრო წარმოჩნდება. ბალანსი ირღვევა ოჯახში. ბალანსი ირღვევა და ერთი სიტყვით აღიარება ემოციების, აზრების, სურვილების, ქცევების დაფიქსირება, საზღვრებზე მუშაობა, არას სწავლა, თავდაცვითი მექანიზმების გაშიფრვა, ჯანსაღი, არაჯანსაღი საერთოდ რა ნიშნავს, რას ნიშნავს, ამაზე მუშაობა და შეუძლია ჩემთან პიროვნულ განვითარების კურსზე დასწრება. ძალიან რთული პროცესია ახლა მე რასაც გისმენთ, მართლა ურთულეს პროცესია, დიდი ნებისყოფა სჭირდება და დიდი შრომა. რა ვიცი, მგონია რომ ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო და საინტერესო არის ჩვენი მაყურებელი და მსმენელი, ახლა ვინც გვისმენს, თუ ამოიცნობენ საკუთარ თავს გმირში, განტევების ვაცსა და მასხარაში და დაგვიწერეთ აუცილებლად კომენტარების სახით. ვფიქრობ, რომ ეს არის ეპიზოდი, რომელსაც ბევრმა ადამიანმა უნდა უყუროს, იმიტომ რომ მართლა ჩვენ ზოგჯერ გონია, რომ მე ესეთი ვარ და მორჩა, თუმცა ამ მეს უკან რა იმალება, ეს ძალიან საინტერესოა და აუცილებლად თვით ცნობიერებამდე უნდა მივიდეთ ყველა, რომ რაღაცნაირად ეს ჩვენი როლები ჩავიხსნათ, რაც რეალურად ძალიან მერე გვაბრკოლებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ, ესეთი საინტერესო საუბრებისთვის, როგორც ყოველთვის მართლა გატრუნული გისმენთ და მოხიბლული ვარ მოკლედ თქვენი აზრებით და დამოკიდებულებებით და რა ვიცი, ბევრ ადამიანს ვურჩევ, რომ მოусმინოს ამ ეპიზოდს. მე კიდე გეტყვით, რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, აუცილებლად ჩართეთ ზარისღილაკი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.